დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური სახლების მშენებლობის ერთწლიანი ანგარიში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს 4 სოციალური სახლი აშენდა. აღნიშნულ კორპუსებში 100-მდე ეკომიგრანტის შესახლება წლის ბოლოსთვის იგეგმება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით სამომავლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში 3 72 ბინიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყოფა. მშენებლობა კი სავარაუდოდ 2015 წელს დასრულდება. შეხვედრას ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მხარეებს შორის საკითხზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი უწევდა. შეკეთებულია და რეაბილიტაცია გაუკეთა ქედის, შუახევის და ბათუმში 2 საცხოვრებელი სახლი აშენდა. ამასთან ერთად გითხარით, რომ ხულოს რაიონშიც სოციალური სახლისთვის ხიხაზირში არის, სალთის ხეობაში 7 ბინა არის, რომელიც გამგეობა მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად კომისიაზე გავიტანთ, რომ სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახს გადაეცეს ეს საცხოვრებელი. ხულოს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანის დასახლებაში დაეგეგმა სოციალური და ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც შიც განთავსდება 72 საცხოვრებელი ბინა, მისი საპროექტო ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლის სამშენებლო ორგანიზაციის გამოვლენისათვის სატენდერო პროცედურა. ზოგადად მისასალმებელია ის, რომ აჭარის რეგიონში ხარჯება საკმაოდ სოლიდური თანხები ეკომიგრანტთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისათვის, განსხვავებით იგივე ცენტრალური ხელისუფლებისგან, სადაც დახარჯული თანხები ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცილებით დაბალია, ვიდრე აჭარამ დახარჯა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს უყარი ილუსტრირება იმისა, თუ რამდენად პრიორიტეტულია ეს პრობლემატიკა ერთის ცენტრში, ხოლო მეორეს რეგიონულ დონეზე, თუმცა იქიდან გამომდინარე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაინტერესებს რამდენად მიზნობრივად ხორციელდება ეს პროგრამები და ხო არ შეიძლება განვიხილოთ თქვა სხვა ალტერნატიული ვარიანტები.